მოსე რომ უნდა გარდაიცვალოს, მან ხომ ეს ისის წინ და წინ იგრძნო, რომ მოახლოვდა ჟამი მისი აღსასრულისა, მან გამოირჩია ერთი ადამიანი. თუმცა ის გაცილებით უფრო ადრე ყავს გარდაცვალებამდე გამორჩეული, მაგრამ ამჯერად უკვე მისი სულიერი მისია წინამძღოლობა ებრაელი ერისა ამ კაცმა უნდა იტვირთოს. ამ ადამიანს სახელად ქვია ავსე, მშობლებმა ასე დაარქვეს. მაგრამ მოსემ აი ამ ურთიერთობის შედეგად, როდესაც სულიერი მოწაფე გახდა ეს პიროვნება ავსე მისი, სახელი გადაარქვა და ნაცვლად ავსესი დაარქვა ყველა ჩვენგანისთვის ცნობილი სახელი იესო დაარქვა, ხო? და ასეც არის ის ბიბლიაში ცნობილი იესო ნავეს ძე და მისი წიგნია ერთი დაწერილი, აი მოსეს ხუთ წიგნეულს აგრძელებს სწორედ იესო ნავეს ძის წიგნი, ანუ მოსემ დაწერა ხუთ წიგნეული და მეორე ავტორი ბიბლიური წიგნებისა ძველ აღთქმაზე როცა ვსაუბრობ, აი ეს პიროვნება ახლა ვიზე ჩვენ ვსაუბრობ. და რატომ გადაარქვა სახელი ცით? აი ერთ-ერთი ასეთი საინტერესო განმარტება ხდება წმინდა იუსტინე ფილოსოფოსთან, რადგანო ავსემო ისეთი საქმე უნდა აღასრულოს, რაც ერთი მხრივ ისტორიულია და ღრმაში ნარსითაა დატვირთული, როგორც აი ძველ აღთქმაში მომოქმედებული მოვლენა, მაგრამ იმავდროულად ეს ისტორია თავის თავში სიმბოლურად მესიანურ წინასწარმეტყველებას დაიტევს, ისეთი სახელი დაარქვა, რითაც მართალია იქ ხდება ეს ამბავი ძველი წელთაღრიცხვი მე-14 საუკუნეში, მაგრამ თავის თავში ახალ აღთქმისეულ საიდუმლოს დაიტევს, წარმოაჩენს. და რა უნდა გააკეთოს იესო ნავეს ძემ? მოსემ ვერ გადალახა მდინარე იორდანი და აი ეს ადამიანი უნდა იყოს წინამძღოლი მისი უშუალო ხელმძღვანელობით ებრაელი ერი, აქაც შევამოკლო ცოტა ისტორიები, გადალახავს მდინარე იორდანეს და როგორ გადალახავს, ესეც დეტალურად აღწერილი წმინდა წერილში, უშუალოდ იესო ნავეს ძის წიგნში, სასწაულებრივად აღიმართება ზედა ნაწილი იორდანეს მდინარისა, როგორც კედელი ისე წყლისა. ქვედა ნაწილი გაყვება კალაპოტს და მკვდარ ზღვაში ჩაედინება, ანუ ამოიწურა ის წყალი, რაც ქვევით ქვედა სივრცეში იყო დარჩენილი და ებრაელთა წინაშე უკვე აღმოჩნდა კალაპოტი, რომელიც წყლის გარეშეა. და ისინი მარტივად ადვილად გადადიან მეორე სანაპიროზე და როგორც გითხარით, წინამძღოლი ამ მოქმედებისა იესო ნავესი. სახელს ვამბობდით წეგან, ავსე ერქვა და იესო დაარქვა მეთქე მოსე წინასწარმეტყველმა. ეკლესიის მამები ასეთ რამეს გვეუბნებიან. მდინარე იორდანეზე გადასვლა, ეს არის წინასახე, წინამოსწავლება ეკლესიაში არსებული ერთ-ერთი საიდუმლოსი, რომელსაც ეწოდება ნათლისღების საიდუმლო. და ნახეთ, ებრაელი ერი ქანაანის მიწაზე მანამ ვერ შევიდა, სანამ მდინარე იორდანი არ გადალახა. მანამ ვერ გახდება ადამიანი ქრისტიანი, ქრისტეს ეკლესიის წევრი, სანამ მასზე ნათლისღების საიდუმლო არ აღსრულდება. ეს ერთი მხარე, რაც მამებთან განმარტებულია. მეორე მხარეთ შეგვიძლია ვნახოთ. ქანაანი, ანუ აღთქმული ქვეყანა. რამდენიმე სახელი ვიცით ამ მიწაწყლისა რა? ერთი ქანაანია, მეორე აღთქმული ქვეყანა. აღთქმული ქვეყანა რას ეწოდება? ანუ სიმბოლური გაგებით თავის თავში რას მოიცავს? ის გეოგრაფიული სივრცე, რაც საბოლოოდ ებრაელებმა განიკუთვნეს, სადაც ისინი დამკვიდრდნენ, ხო? რა დაკარგა ადამიანმა თავის დროზე, რომელიც მას საჩუქრად და ძღვნად მიეცა და ვერ 64 დაკარგა, ხო? აღთქმული ქვეყანა სიმბოლური გაგებით, ანუ სულიერი გაგებით წინამოსწავლებაა სწორედ აი ამ 64-ისა, რომელიც კაცობრიობამ თავის დროზე ადამიანსა და ევას სახით დაკარგა. ჩვენმა პიროვმშობლებმა ეს ცნება ვერ შეინახეს, ვერ დაიცვეს და შედეგი როგორი დადგა ვიცით, ამაზეც ვილაპარაკია, ხო? და ვინ იქნება ის, ვინც უწინამძღვრებს კაცობრიობას და ამოიყვანს ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან, შედეგი რა დაგვიდგა, ესეცა ვთქვათ, რომ ჯაჭვი შევკრათ, როდესაც ჩვენი პიროვმშობლები ეურჩნენ საღვთო მცნებას, როგორ განვითარდა მოვლენები? უკვდავებისთვის შექმნილი ადამიანი მოკვდავი შეიქნა, მაგრამ ბევრჯერ გვითხოვს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სიკვდილის ორი ფორმა არსებობს. ერთია ხორციელი სიკვდილი, მეორე სულიერი სიკვდილი. მაგალითად, სხეულს გააჩნია ხორციელი სიკვდილი. ის კვდება და ხრება, არაფერი მისგან არ რჩება, მაგრამ ადამიანი რომ ხორციელად კვდება, ანუ ჩვენი ერთი ბუნება რომ ხრწნას განიცდის და ოთხსტიქიანად დაიშლება, მეორე ბუნება ამ მდგომარეობაში არ არის, მეორე ბუნება არ ხრება, არ იკარგება, არ იშლება, არ ნაწევრდება. ის მარადისობისთვის არის შექმნილი და აი ძველ აღთქმისეული მოცემულობა ასეთია, წავიდა ჯოჯოხეთში, წავიდა სიკვდილის მძლავრების ქვეშ, ხო? გარდაცვალების შედეგად და აი რადგან სწორედ იესო იქნება, ანუ მაცხოვარი იქნება, ანუ განკაცებული ღმერთი იქნება, ის ვინ ჯოჯოხეთის ტყვეობიდან დაიხსნის კაცობრიობას, ეგვიპტე სიმბოლურად ამ ჯოჯოხეთს განასახიერებს, მოსეს და ხელმძღვანელობით გამოყვანა ებრაელი ერისა, ანუ რჩეული ერისა, ესეც დავაკონკრეტოთ, ხო, რჩეულ ერში ის ხალხი მოიაზრება, ვინც ღვთის სიტყვის გულისხმიერად მიმღებია და დამტევია საკუთარ თავში და საბოლოო ჯამში უკვე სასუფეველში შემყვანი, ანუ აღთქმულ ქვეყანაში შემყვანი არის ავსე, რომ ერქვა ადრე და შემდგომ სახელი გადაერქვა და სახელად ეწოდა იესო, რაც ითარგმნება ქართულად როგორც მხსნელი, ხო? ეს საყოველთაოდ ცნობილი განმარტება ეკლესიის წიაში. ანუ აი ეს მოვლენა ახლა ცოტა სხვა მიმართულებით წავედი, მაგრამ ზოგჯერ არის ესეთი თემები, რაც გადაგახოინებს ძირითადი ნაწილიდან. თავის თავში თუმე არა მარტო ისტორიას, რაღაც ლიტონ ისტორიას დავარქვათ ასე, შესაბამისი მესიანური წინამოსწავლებაც ყოფილა ძველ აღთქმაში გაცხადებული ამ ფორმით, ამ სახით ისტორიაში დაცული და დამარხული.